პირველ რიგში მინდა თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელება უსურვო. რამდენადაც კრიტიკული არ უნდა ყოფილიყო ჩვენი, ასე ვთქვათ, პოზიციები მასთან დაკავშირებით და ზოგადად მის გუნდთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეხლა ასეთი შემთხვევა როცა ხდება ქვეყანაში, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ერთადერთ რამეს, რომ სამწუხაროდ აი ამ განაცებული, პირდაპირ ვთქვათ, აი განაცებული ოცნების ხელში ქვეყანაში არის სრული ქაოსი და განუკითხაობა, რომელიც სამწუხაროდ როგორც ჩანს უკვე ყველას შეგვეხება. და ამიტომ რაც შეიძლება მალე ჩვენ აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის მშვიდობიანი გზებით, რა თქმა უნდა ჩვენ იმ ძალადობას, რასაც მიმართავს ოცნება ყოველდღიურად, ძალადობით არ უნდა უპასუხოთ და მშვიდობიანი გზებით, რაც შეიძლება მალე აი გონივრულად, ისე როგორც პასუხისგებლიან გონიერ ბრძენ საზოგადოებას შეეფერება, აი ესე უნდა გავუშვათ ოცნება, უნდა დავამარცხოთ ოცნება, იმიტომ რომ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ყოველდღიურად უკან და უკან ვიხევთ. ეხლა ჩვენ ხედავთ რეალურად რა ხდება, საქმე გვაქვს აქ რასთან, ეხლა კორუფციას ვითომ ებრძვიან, ეხლა წინა საარჩევნო კამპანია აქვს უკვე დაწყებული, ხო? ეხლა კობახიძის გამოსვლებს თუ ნახავთ, ყველა მეორე გამოსვლაში საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე რას გულისხმობს? ეხლა მოდი პირდაპირ უთხრათ მაყურებელს, ხო? ანუ კორუფციითვე ნაშოვნი ფულის კრიმინალური გზებით გადანაწილებას, ხო? ანუ რეალურად ასია მხოლოდ და მხოლოდ საქმე და ეს დღევანდელი შემთხვევაც ამის დამადასტურებელია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვის რამდენი აქვს მოპარული, მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ეს ფული ხალხს უნდა დაუბრუნდეს და სამართლიანი სასამართლოს გზით უნდა დაუმტკიცდეს ყველა დამნაშავის დანაშაული, ოცნება რას აკეთებს? ოცნება აკეთებს კრიმინალურად არჩევს საქმეს და იმ მოპარული ფულის ისევ გადანაწილებაზე ზრუნავს. ეს არის აქ მთავარი პრობლემა. და კრიმინალი უკვე იმდენად არის შეზრდილი, უკვე ვეღარ გაიგებ. სახელმწიფო თანამდებობის პირია თუ კრიმინალია, უკვე ამის გარჩევა შეუძლებელი ხდება. და რეალურად სურათი რა გვაქვს? სურათი გვაქვს ის, რომ რაც იყო აი ნაციონალური მოძრაობის ყველაზე რთულ პერიოდშია, როდესაც ანალოგიურად განუკითხაობა იყო ქვეყანაში, აი ამ დროში გვაბრუნებენ რეალურად და ხა რა თქმა უნდა ეს ვერსია, თვითმკვლელობის ვერსია გასაგებია ძალიან რთულია თქვა ჯერ ხა რა მოხდა, როგორ მოხდა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ცოტა დრო არის გასული, მაგრამ ხა რა თქმა უნდა ეს არ არის დამაჯერებელი. მით უფრო ის წერილი, რომელიც თლიანად გაყიდა, დიდი ალბათობით ეს სიჩქარეში, რაღაცა უნდა მოეფიქრებინათ, ალბათ ეს მოიფიქრეს სავარაუდოდ და ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რა თქმა უნდა არანაირ თვითმკვლელობასთან აქ საქმე არ იყო, თუმცა ამას სჭირდება სამართლიანი გამოძიება, მაგრამ სამწუხაროდ ამ გამოძიებისაც არავის არ ჯერა დღევანდელი ოცნების პირობებში, ხო? კიდევ ვიმეორებ, რომ აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დღეს უკვე უსაფრთხოდ აი მშვიდობაზე რო გველაპარაკებიან, ხო? ანუ და ეს წინა ეს გაყალბებული არჩევნები, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტულად კიდე მშვიდობის ხაზით რო ჩაატარეს და რაც გააყალბეს და ერთი იმდენი კიდე რომ მოატყუეს ჩვენი მოქალაქეები, რომ თვითონ მშვიდობას პირდა. აი ეს არის ოცნების მშვიდობა. ჩვენო ძვირფასო მოქალაქეებო, მოგმართავთ თქვენ, ვინც აი ესე მოტყუებით მიეცით ოცნებას ხმა და არ ვიცი შეიძლება ჯერ კიდევ აპირებთან გუშინდელი დღის ჩათვლით აპირებდით რომ მომავალ არჩევნებში, უახლოეს არჩევნებში კვლავ ოცნებისთვის მიგეცათ ხმა. აი ეს არის რეალურად ის მშვიდობა, რა მშვიდობასაც გვირდებოდა ოცნება და ამათ ხელში, ამეთ კი არ გამოსწორდება, პირიქით უფრო და უფრო უარესი ვითარება გვექნება. ეს არის ძალიან სამწუხაროდ. ასე რომ დღეს გვმართებს იმშვიდე, გვმართებს გონიერება, რომ ეს მოძალადე რეჟიმი, ეს მართლა კრიმინალად ქცეული უკვე რეჟიმი, რაც შეიძლება მალე გავისტუმროთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებს ექმნებათ საფრთხე და ეს საფრთხე თუ ვინმეს გონია რომ მასთან არ მივა ძალიან ცდება. სანამ ოცნება იქნება ხელისუფლებაში და სანამ ისინი ამ კრიმინალური გზებით დაიწყებენ ერთმანეთში ამ მოპარული ფულის გადანაწილებას, იმის მაგივრად რომ მართლა ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრონ და მართლა კორუფციაზე ებრძოლონ, აი ესეთი შემთხვევები ჩვენ გვექნება ყოველდღიურად სამწუხაროდ. კი ბატონო, გაასაკებია და ბატონ გიორგი, როგორ ფიქრობთ, აი რა ხდება რეალურად ეხლა იცით რა ვსგულისხმობ, აი გუშინ მაგალითად გავიგეთ ჩვენ ბიზნესმენ რამიშვილის ხო ზარალას დაკავების შესახებ და იქაც დღეს რაღაცა ესეთ ვერსიაზე საუბრობენ, რომ თურმე დაუდევრობა იყო და ჩანთა შეეშალა და ასე შემდეგ, ხომ რაც ასევე ბევრისთვის არადამაჯერებლად გამოიყურება, რომ თურმე შეცდომით წაიღო ის ჩანთა, სადაც ვაზნები, იარაღები და ასე შემდეგ ედო აი ამ ადამიანს. დღეს ეს რიჟვაძის შემთხვევა, მანამდე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა კვლავ ბიზნესმენებთან დაკავშირებით.
დაკავშირებით ხო აი ნამორაძეზე მახსოვს რომ ქვეყნიდან არ გაუშვესო ესეთი ინფორმაციაც იყო. ეს გადაადგილებები გულისხმობ ძველი კადრების გაშვება, იგივე ღარიბაშვილის, გომელაურის ახალი კადრების მოყვანა, ხარებას გათავისუფლება. აი რას მიუთითებს ეს, რას აჩვენებს თქვენი აზრით? აი რა ტიპის კრიზისი აქვს ახლა ივანიშვილს გუნდში? ну რა თქმა უნდა, ეს არის კრიზისი, მაგრამ ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზები, რაღაცა ცივილური გზები და რამის გაუმჯობესება კი არ არის. აი თითოეული გადაწყვეტილება, თითოეული კანონ პროექტი, რასაც ეს არალეგიტიმური პარლამენტი ღებულობს, ხო? ანუ ყველა ნაბიჯი, საკადრო ცვლილებები მათ შორის, აი ყველაფერი, რასაც ეს არალეგიტიმური რეჟიმი აკეთებს, ამ ყველაფერს არანაირი კავშირი საქართველოს მოსახლეობის, რიგითი მოქალაქის კეთილდღეობასთან, მისი უსაფრთხოების, მისი კეთილდღეობის, მისი შემოსავლების ზრდასთან არ აქვს არანაირი კავშირი. ერთადერთი ეს ყველაფერი, რასაც ემსახურება, ერთადერთი მიზანი, რასაც ემსახურება, რომ როგორმე აი ამ პოლიტიკური კრიზისიდან რაშიც თავად ჩაიგდეს, თავად ჩააყენეს საკუთარი თავი, როგორმე გამოძვრენ, მაგრამ რაც თავარია გამოძვრენ აი ესეთი გზებით. ანუ ერთ ძალადობას, ერთ შეცდომას კიდევ ორი შეცდომა დაამატონ. ეს არის აქ მთავარი პრობლემა. ამიტომ ძალიან დროულად ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კიდევ ვიმეორებ გონივრულად, მშვიდობიანად და რაც შეიძლება მალე ეს მოძალადე რეჟიმი უნდა ჩამოვაშოროთ ხელს. სხვა შემთხვევაში ყველა ადამიანს შეექმნება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უსაფრთხოების პრობლემები ამ რეჟიმის პირობებში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.